გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. დღევანდელ გადაცემას მიუძღვნით შორს მჭვრეტელობის ინდექსს. თუ წინა გადაცემას უყურეთ, გეცოდინებათ, რომ საქართველოს შორს მჭვრეტელობის ინდექსით ტოპ 20 ქვეყანაშია. არ გჯერათ, რომ ყველას ყველაფერში უსწრებთ. ჩემი თუ არ გჯერათ, სამთავრობო მედიებს მოусმინეთ. გაუშვით ეს ვიდეო. შორს მჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო 20-ში. ანუ ამაში ვარ დაწინა რაღაცა ის კი არა ეკონომიკა, ფინანსური წინსვლა რა. აი ამაში დავწინაურდით. ამ გადაცემის მერე მაწუხებს კითხვა. კი, მაგრამ ხუთეულში რატომ ვერ მოხვდით? ვინ არის ისეთი წინ დაუხედავი, რომ თელს ერთ შორს მჭვრეტელობის ინდექსში უკამხევს? უბრალოდ მოდი ჯერ ცხადყოთ, როგორია არა შორს მჭვრეტელი კოდსი. ამისი საუკეთესო მაგალითი გახლავთ ყოფილი პოლიციელი და ქართული ოცნების მხარდამჭერი გიორგი გვასალია. გავუშვით ვიდეო. ვერ გავიგეთ ძმო, სისხლი გვაქვს ჩამთქმეული აქ ხალხი ვართ, უძილო გამეები ძმო. გამიგე ჩვენ არაფერი ძმო, ჩემი ბამბა არ ჭრეთ, ჩემი ოქრო არ ჭხრიალებს და სხვისი ბამბა ჭხრიალებს, მაგის დედავატირი. ვეღარ გავიგეთო, შევარდნაძის თაობისთვის პატარა ვიყავი, ამათვის დიდი ვარ, ჩემი დრო აღარ მოვიდა. იცით რაზე ყვირის ეს პატიოსანი კაცი? ლუკა ძაძამიას ფენომენზე. დარწმუნებული ვარ გაიგებდით ამ ამბავს. 2023 წელია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები. პათოსით სავსე ინტერვიუებს ტv1-ს აძლევს ახალგაზრდა იდეალისტი, იურისტი ლუკა ძაძამია. თაობა რომელსაც იბრძოდნენ, იგივე საქმეს აგრძელებს. ისე ვიბრძვის თავისუფლებისთვის, ისე ვიბრძვის თავისუფალი გამოხატულებისთვის და არ ვიცი უკვე სირცხვილი არის, რომ ეს მესამე თაობაზე გადადის ეს ბრძოლა. გადავიდეთ წელიწად ნახევრით წინ და ვნახოთ რა სიტუაცია. ლუკა ძაძამია. ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია. სამართალმცოდნე, სამგზის სახელმწიფო სტიპენდიანტი. მას აქვს გავლილი კარგი იურიდიული პრაქტიკა სხვადასხვა იურიდიულ კომპანიასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში. წარმატებებს უსურვებთ მას. იგივე ლუკა ძაძამია უკვე კახა კალაძის საარჩევნო სიაშია და თბილისის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძვის. პროევროპული აქციების ფოტოები კი მისი სოციალური ქსელებიდან ქრება. ახლა რასაც ვიტყვი ძალიან მეუხერხულება, გულწრფელად ვამბობ. მაგრამ მეგობრებმა დამარწმუნეს, რომ უნდა თქვა. ლუკა, მე სულ მემახსოვრება ის სიტყვები, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე მითხარი. მოხვედი, გადამეხვიე და ყურში ჩამჩურჩულე, იმიტომ რომ გარშემო ხმაური იყო. სულ გიყურებ და მიყარხარ. მე წახვედი, ცოტა ხანში მოტრიალდი და ამბობ. დაურეკე რა ვინმეს და ჩადე მიწაში. ტყუი, ჩადე მიწაში არ გითქვამს. მე გავაკეთილშობილე შენ ნათქვა. შენ მითხარი ასე და აი კიდე ასე უქენი კოცებს. მადლობას გიხდი, რადგან შენმა სიტყვებმა მაშინ ძალა მომცა. ახლა ნახალოვკაში თუ სად იყრის კენჭს? არ ვიცი სად იყრის კენჭს. სადაც იყრის კენჭს, იქ მცხოვრებ ხალხს მინდა მივმართო. ხარი დაუჭირეთ ლუკა ძაძამიას. ადამიანს, რომელსაც ჩემზე მეტად ეზიზღება ბიძინა ივანიშვილი. ახლა უბრალოდ თამაშობს, რომ კოცები შიგნიდან გატეხოს. ლუკა შენთან ვართ. ახლა კი სერიოზულად მივმართავ მათ, ვინც ფიქრობს, რომ კოცები კრიზისში არ არიან. ხალხო, რანაირად არ არიან კრიზისში? კიდევ ერთხელ მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ მათ მაჟორიტარად წარადგინეს ჩემი ფანი. რავი, მე მესმის ქართული ოცნების ამ გულმხურვალე მხარდამჭერის ბრაზის. ნუ კაი პატივისცემა გინდა იმ შენი ძმაკაცისთვის. დანიშნე განყოფილების, ბოლო დანიშნე სამართლოს უფროსის მოადგილედ. სამართლოს უფროსად დანიშნე და თუ ეგეთი მაგარი ძმაკაცია, მამამისი, დანიშნე სამინისტრად. რას ვინიშნო, ბიჭო, თბილისში იმას, ვიღაცა ნაბიჯვარს, ბიჭო, მე თქვენი არ მინდა რა ეხლა ბოლომდე. თქვენ მორიდებული კაცი ბრძანდებით, მე დაგეხმარებით, მე დავასრულებ ამ წინადადებას. მე თქვენი დედის ტრაკი. ეს მაგისტვის არის.
ისეთი პროცესების აღსაწერად, რაც ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, მედიაში ხშირად იყენებენ ფრაზას მამებისა და შვილების დაპირისპირება, ბრძოლა. ეს ბოლომდე სამართლიანი მოსაზრება არაა, რადგან რუსთაველზე ბევრი მამა და უფროსი თაობის მოქალაქე დგას ქვეყნის მომავლისთვის. უბრალოდ ამ ანალოგიითვე მინდოდა შიდა ქოცური დაპირისპირებაც აღმეწერა. თუმცა აქ შვილებისა და მამების ბრძოლის მაგიერ უფრო ძიაკაცებისა და იმათი ბრძოლაა, ვინც ოდესღაც ამ ძიაკაცებმა პირველად წაიყვანეს გალებში. და ახლა ძიაკაცებს ღვაწლს აღარავინ უხსენებს, ხოლო დაკაცებული ლუკა ძაძამიები საკმაოდ არაკაცურად იქცევიან პორშეს სანაცვლოდ. ეს ლამაზი პორშე მაინტერესებს ქართული ოცნების ფული თიყიდეთ თუ პოზიციის შეცვლის ანაცვლოდ არის ზღვენი. რო გადაუსალო კიდევ ერთხელ ვიძახი შრომის წიგნაკი. დაიბადა ამა და ამ წელს ვყიროდა ქართული ოცნება თქვენი დედის ტყნის დრო დგებაო და მესამე უწერია დეპუტატი ქართული ოცნების. რას ვინიშნო ბიჭო თბილისში იმას ვიღაცა ნაბიჯوارს ბიჭო რა. ბატონ გიორგი, ჩემს სიტყვებზე ახლა შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაბრაზდეთ, მაგრამ თქვენ ხართ ქოცური წინდაუხედაობის ქრესტომათიული მაგალითი. მაგრამ სანუგეშებლად მინდა გითხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. დღეს კიდევ ტოპ 5 ქოცზე ვისაუბრებთ, ვინც იმავე ხაფანგში ჩაყო ფეხი. მაშას მეხუთე ადგილი. ჩვენი არაშორს მჭვრეტელების სიის მეხუთე ადგილზეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. კაცი, რომელიც 2024 წელს 2025 წლისთვის რაღაცა რეფორმას გეგმავდა. ჩვენ გვეგმავთ, რომ 2025 წლის პერსპექტივაში ამ სიტყვებიდან 8 თვის შემდეგ დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ისტორია სამწუხაროდ კლასიკურია. როგორც მინისტრი, ის მონაწილეობდა ფულის გათეთრების სქემაში. ზოგადად, ქართულ ოცნებაში 3 უნარი უნდა გქონდეს სერიოზულად რომ დაწინაურდა. პირველი, კოლ-ცენტრების მართვა. მეორე, გიორგი გაბუნიას ხუმრობებზე გაცინება, იმედის წამყვანი როა. მისი უნიჭობის დასტურად აქ გვინდოდა მისი რომელიმე ხუმრობა გაგვეშვა, მაგრამ შორს გამჭვრიტეთ და მივხვდით, რომ ეს ხასიათს გაგიფუჭებდათ. და მესამე, ფულის გათეთრება. ეს თავად ქოცებსაც წამოწდენიათ. გაუშვით ის კაც. ეს გადასახადები ვაპატიოთ თუ გადმოვლიან და გაათეთრებენ თავიანთ როგორ? გათეთრებული სადაც არის, მაგრამ ნუ საქართველოში თუ იქნება, უფრო გამჭვირვალე იქნება და მოკლედ თავდაცვის სამინისტრომ ბურჭულაძის მეთაურობით 2.6 მილიონი ლარის ღირებულების ტომოგრაფიის აპარატი იყიდა თითქმის 4 მილიონად. სხვაობა 1.3 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ჯიბეში წავიდა. არ ვიცი ტომოგრაფიის აპარატი რისთვის ჭირდებოდათ. შეიძლება იმის დასადგენად ნამდვილად გაუწყდათ შუბლის ძარღვი ბოლომდე თუ არა. სანამ ჯუანშერი მაღალ ტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის განყოფილებას კურირებდა, მისი ცოლის ძმა, როგორც ფინანსურმა პოლიციამ დაადგინა, ხელმძღვანელობდა სამომხმარებლო პროდუქტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დივიზიონს. მან გორში მოაწყო არალეგალური სიგარეტის ქარხანა. ხალხო. ეს არ არის უბრალოდ კორუფცია. მე ამას კიდევ ვიმეორებ, არ ვარქმევ კორუფციას. ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არის ბიზნესის ვერტიკალური ინტეგრაციის რევოლუციური მოდელი. ცოლის ძმის იატაკქვეშა ქარხანა ამარაგებს მოსახლეობას იაფი, უაქციზო სიგარეტით, რაც, როგორც ვიცით, ზრდის ჯანმრთელობის რისკებს. ხოლო ბურჭულაძე ტომოგრაფიის აპარატებით იმარაგებს თავს. ერთი სისხლს ათეთრებს, მეორე ფულს. თუმცა რთულია სიგარეტის ბიზნესში ყოფნა ისე, რომ ერთხელაც არ გაიფაქტო, თავი არ დაიწვა. თავდაცვის მინისტრი ხო არ დაუძახოთ. თავდაცვის მინისტრი ამასობაში შვენიერი სახელი მოვიფიქრეთ მეგობრებო ჯუანშერ ბურჭულაძისთვის. მოკლედ, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმაც გათეთრებული ფულით 9 მილიონ ევროდ ღირებული ვილა შეიძინა ესპანეთში. მალაგაში. აქვე გავიხსენოთ ჯუანშერის ეს სიტყვები. და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, იმ ხელისუფლებიდან, წინა ხელისუფლებიდან, რამოდენიმე მინისტრი არიან მულტიმილიონერები. საერთოდ როგორ ბედავენ ისინი და როგორ საუბრობენ მორალზე ან რაიმე პოლიტიკაზე. ბურჭულაძის წინდაუხედაობა ბევრ რამეში ჩანს. წარმოიდგინე, შენ ხარ ხელისუფლების წევრი,
რომელიც აგრესიულად უპირისპირდება დასავლეთს, ლანძღავს ევროკავშირს და რუსულ კანონებს იღებს. და სად გადაწყვიტე შენი სავარაუდოდ უკანონო ფულის დაბანდება? პირდაპირ ევროკავშირის გულში. ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ერთი ღილაკის დაჭერით დაგასანქციროს და მთელი ეს ვილა გაგიყინოს გაზის გათიშვის გარეშე. მისი მეორე კიდევ უფრო დიდი შეცდომა იყო ის, რომ მას ბიძინა ივანიშვილის ჯეროდა. როგორც ჩანს 2024-ის შემდეგ ბურჭულაძეს ეგონა, რომ ძველი წესები ისევ მოქმედებდა. რომ თუ ლოიალური ხარ და გონივრული რაოდენობა გაქვს მოპარული, ხელს არავინ გახლებს. ბურჭულაძე ისევ 2018 წელში ცხოვრობდა. ბოსი კი უკვე 2025 წლის ბიზნეს მოდელზე იყო გადასული, რომელიც ძალიან გავს 90-იანი წლების მოდელს. დაიბნევით ამ თარიღებში. ხოცური ისტორიოგრაფია ძალიან არეულ-დარეული. და ბოლოს ყველაზე ფატალური შეცდომა. როცა მისი უშუალო პატრონის ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ შავმა ღრუბელმა დაიწყო მოკუჩება, მას ეგონა რომ თავად მშრალი გამოვიდოდა. ხოცების კორუფციაზე აუცილებლად მორიგ ჯერზეც უნდა გავიხსენოთ ირაკლი კობახიძის აი ეს სიტყვა. ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითეული ლიდერი წირო დაუდო ფული ხელს არ მოგედებს არც ერთ. და რომ არა კობახიძის ასეთი მობლაგვებული შორს მჭვრეტელობითი უნარები, ჩვენ დღეს ვიქნებოდით არა მე-17 ადგილზე შორს მჭვრეტელობის ინდექსით, არამედ ვიქნებოდით მე-14-ზე. ჩვენ გაუსწრებდით ვიეტნამს და ბურუნდის და დიახაც მადაგასკარსაც გაუსწრებდით, მეგობრებო. ცოტა რომ უნდა გაბრაზდე. ჩვენი არა შორს მჭვრეტელების სიის მეოთხე ადგილისთვის მოდით ცოტა ხნით პოლიტიკოსებს გავცდეთ და ხელოვნებაში გადავინაცვლოთ. ერთ დროს ზაზა ნოზაძე, რეპერი ზაზა ნოზაძე იყო უკმაყოფილო გაბრაზებული თაობის ხმა. ის მღეროდა ქალაქზე, სადაც დემოკრატია პატიმრობაშია. ჩემ ქალაქში ძნელა რომანტია ეს ფაქტია და პატიმრობაში რომ მაგდია დემოკრატია ჩემ ქალაქში ბანკი კი არა ბანკშია ჩემი ქალაქი შენაკში ამიტომ არ გინდა ამაზე ლაპარაკი ახლა იმ რეპერმა რომელიც ოდესღაც აი ამას მღეროდა გამოუშვა ახალი შედევრი და სად გამოჩნდა ეს ურბანული პოეზიის მარგალიტი რა თქმა უნდა კახა კალაძის წინა საარჩევნო კამპანიის ვიდეოში სულ მაღლა და მაღლა დედა ქალაქო მიყარხარ და სიყვარულზე უნდა გელაპარაკო მოკლედ აქ ჩნდება კითხვა ზაზა, თუ მაინც აპირებდი რომ საბოლოოდ ხოცებისთვის მიგეცა საარჩევნო ჯინგლები, რას იწუხებდი ამდენი ხანი თავს დაჩაგრულ ხალხს ეს სიმღერით? უბრალოდ დრო გაგიფლანგავს. ძალიან არა შორს მჭვრეტელობითი ნაბიჯია. ზოგადად ასეთ შემთხვევებზე, როცა მთავრობა გაბრაზებულ ხელოვანებს ათვინიერებს, ყოველთვის მახსენდება თეონ გრეიჯოი სამეფო კარის თამაშებიდან. გახსოვთ ეს პერსონაჟი? ამაყი თავქარიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სადისტმა რემსი ბოლტონმა შეიპყრო. წაართვა მისი იდენტობა და კასტრირებაც ჩაუტარა. ერთ საინტერესო რამეს გეტყვით. სხვათა შორის, ძველ დროში, როცა მეფეებს და დიდებულებს უნდოდათ, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალ ბიჭს ის ხმა ჰქონოდა, რომელიც მათ მოსწონდათ, ისინი მიმართავდნენ ამ სასტიკ ქირურგიულ მეთოდს, კასტრაციას. ამ პროცედურის შემდეგ ბიჭის ხმა აღარასდროს გატყდებოდა. ის სამუდამოდ რჩებოდა ლამაზი, ნაზი და რაც მთავარია, უსაფრთხო. ეს იქნებოდა საოცარი ხმა, მაგრამ ხმა კვერცხების გარეშე. აი ზუსტად ამას უკეთებს ქართული ოცნების სისტემა ზაზა ნოზაძისნაირ არტისტებს. ისინი ხედავენ ნიჭს, მძაფრ, ამბოხებულ ხმას, ნიჭი მოსწონთ, მაგრამ მესიჯი ზულთ. ამიტომ ატარებენ შემოქმედებით კასტრაციას, ართმევენ ბრაზს, პრინციპებს, სიმამაცეს, ყველაფერს, რაც მის ხელოვნებას სახიფათოს ხდიდა. და გიტოვებენ ლამაზ ხმას, რომელსაც შეუძლია იმღეროს არიები მერისთვის. ასე რომ ზაზა ნოზაძე, რომელიც მღეროდა იმაზე, თუ როგორი სახიფათო იყო ქალაქი, ახლა უსაფრთხოდაა. მისი სიმღერები უსაფრთხოა, მისი კარიერა უსაფრთხოა. ზაზა უსაფრთხოდაა. ქალაქი კი ისევ გკლავს, შენობები ისევ ინგრევა, შადრევნები კი ისევ სასიკვდილო შეიძლება იყოს. სხვათა შორის, აქვე ღირს ორიოდე სიტყვის თქმა თავად კახა კალაძეს. ამ თელ ბანკეტზე, სადაც წინ დაუხედავი ხოცები ერთმანეთს ეჯიბრებიან, კახა მეტნაკლებად ყველაზე წინ დახედულია. კახა, მე ვიცი რომ გიყვარს ჩვენი გადაცემა, ვიცი რომ უყურებ, ინიშნავ რაღაცებს, მაგრამ ასე პირდაპირ გადმოწერა ცოტა უხერხულია. ხალხი ხო ხვდება ყველაფერს.
ვინც ვერ მიხვდით, რაზეა საუბარი, აი ამონარიდი ჩვენი წინა გადაცემიდან, სადაც ქართული ოცნების PR სტრატეგიას განვიხილავდით. გაუშვით. მოკლედ ერთ რამეს გაგახსენებთ. 2008 წელს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დადგეს წარმოდგენა სახელად სველი წრე. სტუდენტები ისხდნენ წრეზე და ერთმანეთს მორიგეობით სახეში აფურთხებდნენ ყველანაირი ემოციის, ყველანაირი რეაქციის გარეშე. Steckt ein Schlauch, hab keinen Nagel auf dem Bauch. მაშინ ამ პერფორმანსმა დიდი ბრაზი და აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგიერთ მონაწილეს საქართველოს დატოვებაც კი მოუწია. მე არ ვიცი რა იყო მაშინ სტუდენტების ჩანაფიქრი. თუმცა ამ ჟანრის პერფორმანსები ასეც მუშაობენ ხოლმე, საკუთარ სათქმელს წლების შემდეგ პოულობენ. 2025 წელს ამ სველ წრეში მთელი საქართველოა ჩათრეული ძალით. დგებუაძის კალიბრის სადისტები სახეში გაფურთხებენ და ამაზე პასუხის გაცემის შემდეგ ციხეში ქსვამენ. 2008 წელს საზოგადოება სიმბოლურმა პერფორმანსმა აღაშფოთა, მაგრამ რაღაცნაირად ყველას გამოგჩა მომენტი, როცა ეს ყველაფერი რეალობად იქცა. და აი კახა კალაძის კომენტარი მეორე დღესვე. გახსოვთ ალბათ წლების წინ გაგახსენოთ მინდა სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ სხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ. წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი და ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა მაშინ. ვიღაც YouTube-ით ქსოვას სწავლობს, ვიღაც ენებს. აი კახა კი იმას თუ როგორ გახდეს პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი ცოტა ესეთი ნათქვამია. აქვე ძალიან მოკლედ გავიხსენოთ. კალაძის საარჩევნო შტაბთან რამდენიმე კვირის წინ აქცია გაიმართა, სადაც დაპირისპირებისას მოხდა სასწაული. დააკავეს აქტივისტი მეგი დიასამიძე და რაც ძალიან უცნაურია, ორი ტიტუშკაც. მთელი კვირა ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა ეს ფენომენი. ტიტუშკა, როგორც ვიცით, დაცული სახეობაა, რომელიც შეტანილია დაუსჯელობის წითელ წიგნში. მათ როგორც წესი შეუძლიათ სემონ ხალხს პოლიციის თვალწინ. პოლიცია კი ამ ყველაფერს ისეთი ინტერესით აკვირდება, როგორც, რა ვიცი, Discovery-ის ოპერატორები ველურ სახეობებს. ვიფიქრე, იქნებ სისტემა იცვლება მეთქი, იქნებ კანონის უზენაესობა ბრუნდება მეთქი. მაგრამ მალევე ყველაფერი დაალაგდა. სისტემამ შეცდომა გამოასწორა. ტიტუშკები გამოუშვეს, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ კი სამართლებრივი დევნა გაგრძელდა. კალაძის გამოსახულებას როცა ეხებიან, სისტემა წარმოუდგენელი სიბრაზით რეაგირებს. როგორც ჩანს, კახის გამოსახულების შეურაცხყოფა არავისთვისაა დაშვებული, გარდა მისი პლასტიკური ქირურგისა. ისე კაცი ამდენს ფიქრობდეს საკუთარ გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ჩვენს რეალობაში მხოლოდ გია სურამელაშვილი მახსენდება. მე არ ვარ იმნაირი თქვენ როგორც ფიქრობთ, არ დავდივარ. რანაირი? მესამე ადგილი. მესამე ადგილზე გვყავს ორი გამარჯვებული, ორი ჩემპიონი, გიორგი კანდელაკი და ზურაბ ზვიადაური. ორივე წინა კვირას დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. ერთი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის გამო, მეორე ალკოჰოლური სასმელების არალეგალური წარმოებისთვის. ეს ისეთი ბრალდებაა, პრივილეგირებულმა ქოცმა შეიძლება არც იცოდეს, რომ დანაშაულია. ადამიანი მორალს და პატიოსნებას ყიდი და ფასიფიცირებული ვისკის გაყიდვა საერთოდ რატომაა პრობლემა. ამ ამბებში ყველაზე საინტერესო საყურებელი არის სხვა ქოცები რა მესიჯ ბოქსით რეაგირებენ ამ ყველაფერზე. ყოფილი თანაგუნდელები, ყოფილი მეგობრები და ზოგადად ყოფილები. კანდელაკს მარტო ლალი მოროშკინა გამოესარჩვა. ლალი წერს, რომ კანდელაკი 20 წელია არ უნახავს, რადგან ძალიან გტყიოდა ერთმანეთის დანახვა, ამბობს ის. რადგან ოდესღაც ისინი იყვნენ ლაღები, ახალგაზრდები და თავისუფლები, წერს ლალი. სხვათა შორის, როცა კალაძეს კითხეს ღარიბაშვილზე, ბოლოს როდის ელაპარაკა, იმანაც იგივე მესიჯ ბოქსი ამოქოქა. რავი, ბოლოს აღარ მახსოვს, არ ვიცი, რავი. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თქვა კალაძე. აი ვრცელდება ინფორმაცია, რომ აპირებენ მის დაჭერასაც. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე უბრალოდ მინდა რომ ეს ორი რეალობა შეადაროთ. ჩვენი და ქოცების. ერთში ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწყვეტ პროტესტში მონაწილეობენ და ყოველდღიურად აჟღერებენ უსამართლოდ დაკავებული მოქალაქეების ხმას.
გვერდში უდგანან ადამიანებს, რომლებსაც აქამდე არც კი იცნობდნენ. და მეორე რეალობაში ერთი სუფრიდან ჭამას მისდა ძმად ნაფიცობის რიტუალების მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად ქოცები იმ წამს დისტანცირდებიან თავისი ყოფილი კოლეგებისგან, ან მეტიც, კიდევ უფრო ძლიერ აგრძელებენ ჭამას მას, როცა ამ სუფრაზე ეს ყოფილი კოლეგა შემოაქვთ კერძად. სად არიან ის ადამიანები, რომლებიც მადლობებს უხდიდნენ ირაკლი ღარიბაშვილს? დიდი მადლობა ყველას. აღშენებლობისთვის, საქმის აკეთებ, თქვენი პატრიოტიზმისთვის, მართლმადიდებლობისთვის. სად არიან ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გულებს უწერდნენ და აფასებდნენ, როგორც ისტორიაში საუკეთესო პრემიერს? სად არიან და ახალ პრემიერს უკოცნიან ხელებს? ხვალ სხვა პრემიერს დაუკოცნიან და კობახიძე მიავიწყდებათ. ზეგ კიდე სხვას და ასე შემდეგ. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ BMG-ის ინფორმაციით საქართველოში 454 ტონა ვაზელინის იმპორტი მოხდა. მაგრამ თავარი ისაა, რომ რაღაცა დროს ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილსაც არ დაუკოცნის ხელებს და მეტიც, იმ კოცნების უკან დაბრუნებას მოითხოვს. ხელზე რო ვეამბორე ივანიშვილს და ხელზე რო ვეამბორე, ის კოცნა დამიბრუნოს უკან. მაგრამ ახსნა მგონი არ სჭირდება იმას, რომ ეს დაკავებები იმის ნიშანი კი არ არის, რომ სისტემა თავის თავს წმენდს. ეს იმის ნიშანია, რომ შიდა ომი მწვავდება. ისინი კორუფციას კი არ ებრძვიან, ერთმანეთს ებრძვიან ნაძარცვისთვის. და თუ გაინტერესებთ, რა იწევს ქოცების ასეთ ურთიერთ აგრესიას, რატომ დაიწყეს ერთმანეთის დაჭერა, აი პასუხი, რომელიც ამ კვირაში პროკურატურამ თავადაც არ იცოდა, ისე გაგვცა. უწყებამ გამოაცხადა, რომ გამოავლინა ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემა. თანხა 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო. ახლა კი ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ რიგითი, ერთგული ქოცი. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ. გაყიდეთ სული, გული, პრინციპები, სუისკაცი მახსენდება. ჩემი დრო აღარ მოვიდა, მე თქვენი ეჩხუბეთ ყველა ნათესავს, ყველა სუფრაზე და ახლა ქორწილებშიც კი აღარ გეძახიან. იცავდით ყველა იდიოტურ კანონს, აპრავებდით ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს. და რას იღებთ ამ თავდადებისთვის? კომენტარში გიხდიან 20 ლარს. ან თუ დაწინაურებული ხარ, ბრიგადირი ხარ, 1000 ლარს პოსტში. თავს გრძნობ მნიშვნელოვნად, შენ ხარ იდეის ჯარისკაცი. და უცებ რთავ ტელევიზორს და იგებ, რომ სანამ შენ 20 ლარისთვის კლავიატურას სვეთდი, ვიღაც სრულიად უსახელო გაუგებარი ტიპი ერთი სავალუტო ჯიხურით $1 მილიარდამდე ფულს ატრიალებდა. მილიარდი და შენ ამ ნაძარცვიდან ერთი თეთრიც კი არ შეგხვდა. ამის დედავატირე მაგრამ. ანუ შენ სანამ გაძალებდნენ, რომ კაცობასა და ტორტს შორის არჩევანი გაგეკეთებინა, კაცობა ხო წაგართვეს, ტორტი შეჭამეს. არა ძალიან ტრაგიკულია ეს ყველაფერი. გაუშვით ის კაცი, რომ მე დავაბოლოო. გაუშვით? ჩემი დრო აღარ მოვიდა, მე თქვენი დედის ტრაკი. ითქვა სათქმელი. მეორე ადგილი. ირაკლი ღარიბაშვილი. არსებობს ასეთი ცნობილი ფრაზა: ისტორია იმეორებს საკუთარ თავს პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობა კი იმთავითვე ფარსად დაიწყო, ხოლო მეორე ვადა უკვე უნიჭო პაროდიად განმეორდა. თუმცა მთლიანობაში საკმაოდ ტრაგიკული ჯამბაზი გამოდგა. მოვიდა თინეიჯერების დაკაჩავებით. სკოლაში ჩაფსული ვიყავ იმედა დღეს. ვერ წავიდოდა სკოლაში და პოლიტიკური ოპონენტების ზურგს უკან უსაზიზღრესი ლანძღვით. ახარ დავინახოთ ეს ყალექალავა რა. მაგის დედის მუწელი მოუწყანა, მაგას დედას მოუთხნა პროფტა რა. მისი მთელი პოლიტიკური იდენტობა ერთ რამეზე იდგა. ბოსისადმი აბსოლუტურ უსიტყვო ლოიალობაზე. ახლა კი ჩვენ ვუყურებთ მისი ტრაგედიის მეორე მოქმედებას. ფავორიტის დაცემა. ის მეფე არასდროს ყოფილა. ის იყო უბრალოდ ყველაზე საყვარელი მსახური. და ახლა როცა მისი საჭიროება გაქრა, მას ივიწყებენ.
მისი უახლოესი მეგობარი და მოკავშირე ჯუანშერ ბურჭულაძე ციხეშია. ღარიბაშვილი დუმს ქრება. კაცი, რომელიც ოდესღაც ქვეყანაში ყველაზე ხმამაღალი იყო, ახლა აჩრდილად იქცა. პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, მისგან დისტანცირდება. მოვკვდი ამის სოდით. ადრე გვეუბნებოდნენ, რომ ის დააწინაურეს, მერე დაიღალა. ახლა კი კულუარებში ახალი სიტყვა ისმის, გააგდეს. მის ყოფილ კოლეგებს კალაძის ჩათვლით. კითხვაზე, ბოლოს როდის ესაუბნენ, უცებ ამნეზია ემართებათ. გუშინდელი პრემიერი დღეს უხერხული მოგონებაა. და თუ გაინტერესებთ, რატომ დაიწყო ეს შიდა ომი, რატომ გახდა საჭირო ამდენი ფულის შეგროვება და რისთვის ემზადება ბიძინა, მოდით შევხედოთ ამ კვირის მთავარ მოვლენას. 19 სექტემბერს საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროების მმართველი შეიხი მუჰამმად ბინ ზაიდ ალ-ნაჰაიანი ეწვია. ანდაღან არაბისტი რო ხდები უცე. რა თქმა უნდა, პროტოკოლის მიხედვით ის შეხვდა ოფიციალურ მთავრობას, დაქირავებულ მენეჯერებს, მაგრამ ამ ფორმალობების შემდეგ შედგა მთავარი შეხვედრა. შეიხი კომპანიის მფლობელს ბიძინა ივანიშვილს ესტუმრა თავის შუშის სასახლეში. მაგრამ ეს არ იყო თანასწორების შეხვედრა. აი ნახეთ, რას ნიშნავს ნამდვილი ლაქუცი. არა ისეთი ქოცი დეპუტატები, რომ ბიძინას წინაშე აკეთებენ, არამედ ისეთი, როგორიც თავად ბიძინას უწევს მასზე ძლიერის წინაშე. ქოცი როცა ხარ, ყოველთვის ყავს უფროსი. რიგითი დეპუტატისთვის ეს უფროსი კობახიძეა. კობახიძისთვის ბიძინა. ბიძინასთვის კი, როგორც ხედავთ, უფროსია ნებისმიერი, ვისაც მასზე მეტი ფული და ნამდვილი, სუვერენული ძალაუფლება აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეიხ ნაჰაიანი განსაკუთრებით ცნობი კაცია. როცა მესამე სამყაროს ქვეყნებში ჩადის ხოლმე ვიზიტით და საქართველოს დამერწმუნეთ მისთვის მესამე სამყაროს ქვეყანაა, ის ხშირად ითხოვს ადგილობრივი ლიდერებისგან პიეტეტს. სამაგიეროდ მათ ძმებად მოიხსენიებს, მაგრამ ეს ძმობა ასიმეტრიულია. მე შენი უფროსი ძმა ვარ, შენ კი უმცროსი. თავი დახარე და აღიარე, რომ არაფერს წარმოადგენ ჩემს წინაშე. და რატომ დახარა თავი ბიძინა ივანიშვილმა მის წინაშე? იმიტომ, რომ ის თავის გეგმა ბეს ამზადებს. მან იცის, რომ ევროპის კარიმისთვის და მისი ფულისთვის დახურულია რუსეთი დიქტატორების სანატორიუმად იქცა, ადგილი, სადაც ჩვენს ბოლო უბედურ წლებს ატარებ. ბიძინას კი, როგორც ჩანს, სანატორიუმში პენსიონერობა არ უნდა, მას მეფობა სურს. და აი არაბთა გაერთიანებული საემიროები. ეს სულ სხვა ამბავია. ეს არის ადგილი, სადაც არ სვამენ ბევრ კითხვას, საიდან მოიტანე ფული. თავარია ბევრი გქონდეს. ასე რომ, ჩემი კონსპირაციული თეორია ასეთია. ეს არ არის უბრალოდ რაღაც ინვესტიცია. ეს არის ბიძინას პირადი მომავლის უზრუნველყოფა. ის იყენებს შეიხებს, რათა გაათეთროს ფული, რომელსაც ახლა თავისივე ყოფილი თანაგუნდელებისგან იბრუნებს. და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ის თავადაც გეგმავდეს იქ გადაბარგებას, როცა აქ სიტუაცია ძალიან გართულდება. აქ ჩნდება მთავარი კითხვა. თუ ბიძინა ასეთი წინდახედულია და უკვე თავის გასაქცევ გზას გეგმავს, მის ქოცებს რისი იმედი აქვთ? მინდა შეგახსენოთ, რომ იმ ვერტმფრენში, რომელიც ბიძინას ყავს, სულ არის 8 ადგილი, მეტი არა. დიდი ალბათობით ქოცებისთვის გამოყოფილი იქნება 1 ადგილი და ჩემი აზრით, დიდი ალბათობით ეს ქოცი, ვისაც ბიძინა წაიყვანს, იქნება ლადო კახაძე. და რატომ? იმიტომ რომ ემირატებში როცა ჩადიხარ, სტატუსისთვის, იყო შეიხებს უნდა შეხვდე ესა ისა. ჭირდება ერთი მსახური, რომელიც გამუდმებით გილოკავს თითებს. ასე არ არის? ტყუი რამე ეს? და აი მივედით ჩვენი არა შორს მჭვრეტელების სიის პირველ ადგილთან. ოქროს მედალი კატასტროფულად მცდარ გათვლაში ენიჭება ნეპალის ყოფილ ხელისუფლებას. ხო, მოულოდნელი პირველ ადგილოსანი ყავს, მაგრამ მათი ისტორია არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა ემართება ავტოკრატიულ, კორუმპირებულ რეჟიმს, რომელიც სრულად წყდება რეალობას და საკუთარი ხალხის შეურაცხყოფას იწყებს. მოდით ძალიან მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა.
წარმოიდგინეთ ნეპალი, ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი მთებით, სულიერებით და წარმოუდგენლად მშვიდი, მომთმენი და არააგრესიული ხალხით. აწლეულების განმავლობაში ეს ხალხი ითმენდა სიღარიბეს, უსამართლობასა და სისტემურ კორუფციას. ისინი უყურებდნენ, როგორ ცხოვრობდა პატარა ელიტა წარმოუდგენელ ფუფუნებაში. მაშინ, როცა უმრავლესობა გაჭირვებაში იყო. ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს კამპანია Nepo Kids, სადაც ამხელდნენ ჩინოვნიკების შვილების ზღაპრულ ცხოვრებას. და როგორი იყო ეს ხელისუფლების ბრძნული, შორს მჭრეტელი პასუხი ამ მზარდ უკმაყოფილებაზე? ანტიკორუფციული რეფორმები, დიალოგი ახალგაზრდებთან? არა. მათ მიიღეს ყველაზე სულელური გადაწყვეტილება, რაც კი შეიძლებოდა მიიღოთ. აკრძალეს Facebook, WhatsApp, Instagram. ეს არის წინდაუხედაობის პიკი. შენი მხალხს, რომელიც ისედაც გაბრაზებული და გაღატაკებულია, ართმევ უკანასკნელ სივრცეს, ვირტუალურ სამყაროს, სადაც მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ აზრის გამოხატვა და ერთმანეთთან კავშირი. მათ ეგონათ, რომ TikTok-ს ბლოკავდნენ, სინამდვილეში კი დენთის კასრზე დაგდებულ ფითილს მოუკიდეს ცეცხლი და კასრი აფეთქდა. სოფლიოში ყველაზე მომთმენი ხალხი ქუჩაში გამოვიდა, პროტესტი გადაიზარდა რევოლუციაში. მათ დაწვეს პარლამენტის შენობა, ცეცხლი წაუკიდეს კორუმპირებული ჩინოვნიკების სახლებს. ელიტა ვერტმფრენებით ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ყველამ ვერ მოასწრო. მაგალითად, ფინანსთა მინისტრი ბიშნუ ფაუდელი დაიჭირეს, საცვლების ამარა დატოვეს, დინარეში ჩააგდეს და საჯაროდ გალახეს. აი ასე სრულდება, როცა სოციალური კონტრაქტი არა უბრალოდ ირღვევა, არამედ ნაწილებად იგლიჯება. და ჩვენი ხელისუფლება თავისი ფერარებით და ხალხის მიმართ ზიზღით ზუსტად იმავე ცეცხლს ეთამაშება. ამიტომაც კალაძედან ძაძამიამდე ყველა ძვირადღირებული მანქანის მფლობელს უნდა ახსოვდეს, პორშე და ფერარი სწრაფია, მაგრამ ხალხის რისხვა სინათლის სისწრაფით ვრცელდება. მე სულ ამის თქმა მინდოდა. ეს კი იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას. მადლობას გიხდით, რომ გვიყურებთ, გვალაიქებთ, გვიკომენტარებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, ყველაფერს ვკითხულობთ და მადლიერებით ვივსებით. დროებით.